მტკიცებულების გარეშე და პროფესიული ცოდნის გარეშე როგორ შეიძლება დაგეგმო ისეთ სერიოზული რამ, როგორც არის ნარკოკანონმდებლობის რეფორმა, ნარკოპოლიტიკის რეფორმა, ნარკოსტრატეგიის ცვლილება. ისეთი სამაგალითო ნარკოსტრატეგიის დოკუმენტები გვაქვს შემუშავებული, რაც სახელმწიფოს მიერ, ასე ვთქვათ, ძალაშია შესული. თქვენს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ახალი კანონმდებლობა სრულად ეწინააღმდეგება, მათ შორის ეხლა ამჟამად ის მოქმედი სტრატეგია, რაც გვაქვს 23-30 წლების ეროვნული ნარკოსტრატეგია და პრევენციის ნარკოსტრატეგია 26 წლის ჩათვლით, რაც გვაქვს, არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, პრაგმატული, საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი და ზრუნვაზე ორიენტირებული. თუმცა აი ამ მკაცრ არალიბერალურ ნარკოკანონმდებლობის გარემოში, მაგრამ მაინც პროგრესული ნარკოსტრატეგია გვაქვს. ეხლა ფაქტიურად აი რომ გადავდგით ეს ნაბიჯები წინ და 20 წელი მოვუნდით. 2005-დან დავიწყეთ აი ამაზე მუშაობა და რამის არის 20 წელი მოვუნდით, რომ ამ ნიშნულთან მოსულიყავით და ეხლა ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ვიღაცა მიადგა ამ 20 წლის ნაშენებ, ასე ვთქვათ, მიღწევას და უროთი ანგრევს, იმიტომ რომ იძულებითი მკურნალობა არ არის ეფექტური. რას ნიშნავს ესეც უნდა განისაზღვროს სავალდებულო მკურნალობა. ჩვენ მაგალითად საექსპერტო კვლევითა და გამოთვლებით და კონსენსუსით ყავს სადღაც 58,000 წამალდამოკიდებული ადამიანი. მკურნალობის შესაძლებლობა ამის ნახევარსაც არ აქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ არ არსებობს ამდენი უფასო მკურნალობის შესაძლებლობა. და როდესაც შენ არ აქვს მკურნალობის შესაძლებლობა, იძულებით მკურნალობა, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს და სავალდებულო მკურნალობა ამაში. სავალდებულო 2002 წლის კანონმდებლობაში ეწერა, მაგრამ არ განხორციელებულა არასოდეს, იმიტომ რომ სამკურნალო ადგილები არა გვაქვს. ხო და რა გამოდის, მაშინ ციხეში უშვებთ ამ ხალხს. მაშინ ეს იძულებითი მკურნალობა, აი საბჭოთა იძულებითი რეპრესიული, ასე ვთქვათ, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური რეჟიმის, ასე ვთქვათ, რეალობაში დაბრუნებაა და ესეც ადამიანის უფლებების შელახვის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს.